ამის შეფუთვას მირჩევნია, რომ დაახლოებით 20 ტორტი დავყრემო. ბევრად მარტივი არის ფსიქოლოგიურად. იქამდე სანამ ვაკეთებ ტკბილ ბრუსკეტას, ჩემთვის პატარა გამოცდას მოვუწყობ და ნახავთ რა დონეზე ეფექტურად შემიძლია ტუტორიალი გავიგო და სანამ ეს გაკეთდება, იქამდე საჩუქარი შევფუთო. ხილიანი ბრუსკეტის გაკეთება ჩემთვის რამოდენიმე წუთიანი საქმეა, უმარტივესი არის, მაგრამ პარალელურად შემზარავია სრულად საჩუქრის შეფუთვა. ახლა მაგ დაახლოებით 8 წუთი რომ შევფუთო საჩუქარი. შეფუთვა ძალიან მარტივია, ვიღებთ ნახევრამდე და ისე უჭირდება ორმაგი წვემა. აი დარწმუნებული პირველი ჯერ არ გამომივა, თან მაკატელი არ მაქვს მაგ ქათმის სეკატორი. ესე დავდოთ. ეს რაღაც ბანტი გავაკეთოთ. აი მგონი მივხვდი. არა! ნო! ვait ამ ხარა შიგნით ხმალავთ რა. ძალიან პატარა გამოვიდა. ნო! აქედან საერთოდ მოვეწე მათ. ნუ მაბნევთ. პროტიპი, ანუ საკატორით არ გამოდის. მაკატელი ჯობია. თქვა ეგეთი ტრაგიკულის არ გამოვიდა. გონიორ? არა. ანუ მე თუ მოვახერხე ამის შეფუთვა, ესე იგი ნებისმიერი მოახერხებს. და ზუმერულ საჩუქრებს ერთი სული აქვს. ისე როგორც ემქონდა ერთი სული, რომ ეს მალე შემიფუთა, მაგრამ 7 წუთში მოვასწარე შეფუთვა. აქამდე ნახევარი საათი მჭირდებოდა. როცა მოიწურა, საჩუქარი წატარეს. სახალწრო ბრუსკეტა. Mm-hmm.